ოჯახი ითხოვდა რჩენას, 3 შვილი მყავს, გასაზრდელი მყავდა შვილები და სხვა გზა არ მქონდა და წამოვედი სამუშაოდ. ჩემი ოჯახის საქმიანობა იყო ეს, მეყვავილეობა და მამამთილის მერე გავაგრძელე მე. ხო ამას დილისთვის შევინახავ. ბებო. წამ. აქ მარტო ვარდებია, მაგ გლადიოლუსი, გეორგინები, ხრიზანტემები, სეზონის მიხედვით მაგ. ცოტა ყველანაირი ყვავილები მაქვს, მრავალფეროვნება არის ყვავილების. ჩემ საქმიანობაში ყველაზე მეტი დიდი მხარდაჭერი არის მეუღლე. მეუღლე მეხმარება ყვავილის მორწყვაში, მოჭრაში, აი დაფასოებაში, ყველაფერში მეხმარება. წელს დავრგეთ, ახალი მოსავალია ესენი. ბატონო. აგერ ბებო, დამეხმარე, აი. ქორწილისთვისაც მოდიან ყვავილები უნდათ, აი ასტრომერიებია, ვარდებია, აი გიფსოფილებია. ეხლა გადაჭრილი მაგ აი ესენი უკვე მეორე ნაყოფია ამისთვის. ეს არის გეორგინები. ხო. ესენი უკვე იწყებს ეხა მსხმოიარობას. მქონდა ჩვენ პატარა სათბურები და არ ყოფნიდა როგორც ასეთი მოსავალი არ იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო. ოჯახში მოვილაპარაკეთ რომ გაგვეფართოებინათ სათბური და მივმართეთ ლაზიკა კაპიტალს რომელიც დაგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა და იმის დახმარებით გავაკეთეთ ეს სათბური მოსავალიც დავრგეთ და მივიღეთ წელს ახალი მოსავალი. კარგი უხვი აი როგორცაც ველოდით. სამომავლო გეგმები გვაქვს, შვილმა დაიწყო ეკვატორიდან ვარდის ჩამოტანა და ამ ვარდებს ჭირდება მაცივარი. ფიქრობთ, რომ აი ისევ ლაზიკა კაპიტალთან ვითანამშრომლებ.